ყველა ვყვებით თითო ისტორიას კატაზე. კარგი? კატა ჩემს ხელში გაიზარდა. ის ამუბნის სიამაყე, მშვენება და სილამაზეა. როდესაც 5 წლის გახდა, მის გამო ბიჭება ერთმანეთის ხოცვა ჟლეტვა დაიწყეს და ასე დღემდე ასეც იქნება მის გამო ბევრი ვაჟკაცი წაიქცა და წაიქცევა კიდეც. ის ჩემი საყვარელი გოგოა და მიამაყება კიდეც. ეგეთი კეთილი გოგო მეორე არ დადის ქვეყანაზე. ჩემი შვილი ავადრო გახდა, ბოლომდე გვერდში დაგვიდგა, სულ ბოლომდე. საავადმყოფოში მიყვანა, ოპერაცია გამოყვანა, მერე ვიტამინები რა ვიცი. ოქროს გული აქვს. ეგრე, ეგ მთელ ქვეყანას ვიტამინებს გამოგვიწერს ისეთი გოგოა. შვილო, ტელევიზორი რომ ხარ, იმიტომ არ გეუბნები. მაგრამ ამისთანა გოგო არ არსებობს. რაც მაგას გადატანილი აქვს. ბევრს არ ექნება. მაგრამ ღირსეულად ცხოვრობს. კარგი ქალია. და რა აქვს გადატანილი? ძალიან ბევრი რამე. უამრავი. და ეხლა ჩვენ ავალთ კატა ჯიქიას მოგრძალებულ სახლში. სადაც ის სრულიად მარტო ცხოვრობს, თავის ფიქრებთან, გეგმებთან და ოცნებებთან ერთად. ერთვით. შეიძლება ლეოც რომ ჩავწეროთ? ავიც ლეოს თუ უნდა, გინდა პირი მოაღო და ინტერვიუ მისცე? არა. არ უნდა. კარგით, მაშინ დავიწყოთ. ისე. ქალბატონო კატა. აშკარაა რომ მარტოობა თქვენი არჩევანია. რატომ მოხდა ასე? არჩევანი, რა ვიცი. მშობლები ადრე გარდამეცვალა. პირველი მეუღლეც. მეორეს დავშორდი. შვილები არ მყავს და ასე მოხდა. მაგრამ იცით რა? მარტოობა ცუდი არ არის. ბევრი დრო გაქვს საფიქრებლად, მათ შორის ხალხზე საფიქრებლად. და რას ფიქრობთ ხალხზე? მე ვფიქრობ, რომ მათ უკეთესი ყოფა დაიმსახურეს ნამდვილად. მეზობლებს ძალიან უყვარხართ. მართლა, მიხარია. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? გითხეთ მათ. რა ვიცი, როგორ გითხეთ, იცით, ეს ის ხალხია, ვისთან ერთადაც მე გავიზარდე. და მე ძალიან მიყვარს ისინი, ალბათ მაგით. ამ სახლში დარჩებით, თუ პრეზიდენტი გახდებით? არა, ალბათ პრეზიდენტის რეზიდენციაში მომეწევს გადასვლა. უი ხო. შემეშალა. რატო? აუშავ. გავგზავნოთ. ქალბატონო კატა, იქნებ თქვენს ბავშვობაზე და ახალგაზრდობაზე მოგვიყვეთ რამე. თქვენზე ლეგენდები დადის და მართლა? იაროს მერე. კარგია. აპატიეთ ხლა. დაქტოვებთ ხო? მე ტრინიდადი და ტობაგოს ელც უნდა შევხვდე და უნდა მოწესრიგდეობათ. ერთი კითხვაც და დაქტოვებთ. კარგი, ისმითება. რატომ ეშინიათ თქვენი? ვის ეშინია? გარკვეულ წრეებს. მართლა? არა უშავს. ეს შიში მალე სიყვარულად გადაიქცევა. გონი საკმარისია. მადლობა. მეზობლები იყო შოკი. მართლა? მარუსა დეიდა. დიდი მადლობა. აი, მეზობლები. ერთი თქვენს გენერცები. მადლობა. კატაშინს ჭამეთ ისეცადი ტრინიდად და ტობაგოს საერთაშორისო გენერცები. დიდი მადლობა. დიდი მადლობა მარუსა დეიდა. ეხლა ვერ მოვასწრებ, მე რომ მოვალ აუცილებლად გავსინჯა. წამოდი. უკაცრავად მე დაგტოვეთ, მადლობა გეშა. შენადა ჯერა ახლა აქ რაც მოხდა? არ ვიცი. მე მგონი ყველაფერი დადგმულია.
მაშინ გაიდადგმულია. მაგარი საშიშკალია ეს კაცი. აი თვალით განიშნებდი რა. იქით ოთახში იარაღის კოლექცია ქონდა და არ მოჩვენა. მე პროსტა ეს ლეო რო შედიოდა მაშინ მოვკარე თვალი. იარაღების? აბა. საღოლო. ეს შიში მალე სიყვარულად გადაიქცა. ამ კატამ ხომ მოტყნა უკვე ტვინი რა. რა კატაჯიქია ჩამოვიდა, გოგო, მე არ დავაანო სემსკეთის თორე. ნახე ყველას გეგმა და არაპირებდა დღეს. ტერაქტი მოუწყო და ავაფეთქო ეს ქალი თუ რა გავაკეთო გამაგები. მოგეხსენებათ რომ მე გუნდი არ მყავს. ამიტომ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში არავის წინაშე არ ვიქნები. ვაიმე, რა სიურპრიზია, ქალბატონი კატა საკმოფილა, როგორ ზანდებით ქალბატონო კატა? იქნება გვიხსენეთ რანაირად მოხდა, რომ ჩემთან შესახვედრად განწყობილ ხალხთან ჩამოხვედი და რაღაც რომანტიულ ისტორიებს უყვებით მარტო სულ პრეზიდენტზე. ეს ნუ შემიშლი ძალიან ხო, დაბრუნდილეო, დაბრუნდი, არ გინდა. ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემი ადგილზე დახრეტის ბრძანება არ გაეცით. ისე რა უცნაურია რა. რატომღაც ყოველთვის ესე ხდება, რომ თქვენთან შეხვედრისას თავი ვესტერნში მგონია. მე კიდე თქვენთან ყოველი შეხვედრისას თავი ცირკში მგონია. უნიჭო მასხარა ხართ, უნიჭო ნომრებით. ვაიმე? დიახ. კარგით, რახან ორივე აქვთ ქალბატონო კატა. იქნებ უთხრათ ამ მომრჩევს და სხვათა შორის მეც სიამოვნებით მოგისმენთ, გითხარით როგორია თქვენი ხედვა გადასახადებთან დაკავშირებით. ვალდებული არა ვარ ანგარიში ჩაგაბაროთ. და ისე გირჩევთ, გაიხსენოთ დოკუმენტი. წინა საარჩევნო ქცევასთან დაკავშირებით, რომელსაც სხვათა შორის ხელი მოაწერეთ. და მოიქცეთ ისე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს შეეფერება. ეს თქვენთვის ძალიან რთულია, მე მესმის, მაგრამ რამენაირად იქნებ გაიჭიროთ, ხო? გავიხსენე რა. და მაინც, ჩემო ძვირფასო ქალბატონო კატა. იქნებ გვითხრათ, როგორია თქვენი ხედვა გადასახადებთან დაკავშირებით. გაინტერესებს, გითხარი. გადასახადებზე თქვენ ნუ ინერვიულებთ. ყველა გადაიხდის იმდენს, რამდენიც ექნება გადასახდელი ქვეყნის წინაშე. ვაიმე, კარგი ეკონომიკაა, ეკონომიკა არა, კატანომიკა. აპატიეთ რა, მე გიხდით ბოდიშს ამ სუბიექტის გამო, რომელიც ესეთ უხერხულობას გიქმნით. კარგით, ჩემო ძვირფასებო. ეხლა მე მინდა თქვენ მოგეფერო და გითხრათ ერთი რამ. ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში ცხეთას მიენიჭება განსაკუთრებული ქალაქის სტატუსი. აბსოლუტურად ყველა კონკურსი, კონცერტი, შეჯიბრი, მარათონი თუ რა ვიცი, მილიონი რამ შეგვიძლია მოვიფიქროთ. ცხეთელებო, ჩემო საყვარლებო, გაიმართება აქ, ამ ქალაქში. ეს ყველაფერი ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რომ ცხეთას გაუჩნდეს ღირსეული შემოსავალი ხალხო. და მინდა გითხრათ, რომ აი ამ ღონისძიებები და შემოსული თანხა არ დაიბეგრება არავითარ შემთხვევაში. არა, ერთი წუთით. აპატიეთ, მაგრამ რა შეიძლება დაეჯერებოდეს ადამიანს, რომელიც ესე იჭრება სხვის გამოსვლაში და თავხედურად ცდილობს მიითვისოს სხვისი დრო. ადამიანი, რომელიც სხვის დროს იპარავს, შეიძლება ამავდროულად იყოს ხელგაშლილი ბიუჯეტის დაგეგმვაში. ეს აბსურდია. ვაიმე, მეცე ჩემო. არა, ჩემო ძვირფასო ქალბატონო კატა, არა. მთელი დღევანდელი დღე და მისი 24-ვე საათი მეკუთვნის მე. ეს თქვენ ჩამოვბრძანეთ თქვენს მთელ ერთკაციან ამალასთან ერთად და მიითვისეთ ჩემი დრო. ახლა დატოვეთ ტერიტორია. დავტოვებ დიდი სინოდ, ერთი წამი, ორი ოდე სიტყვა მინდა უთხრა ჩემს ცხეთებს. ჩემო საყვარელო ხალხო, მინდა გითხრათ, რომ გარდა განსაკუთრებული ქალაქის სტატუსისა, აქ ამ ქალაქში გაიმართება ყოველკვირეული შეხვედრები მცხეთელებთან. აქვე ახლოს ვარ და ალბათ ხვდებით, რომ არ გამიჭირდება ჩამოვიდე ძალიან ხშირად და მოგეფეროთ. ეს ყველაფერი მჭირდება მე და არა თქვენ. იმისათვის, რომ მოვისმინო თქვენი აზრი, არა მარტო მხოლოდ მცხეთაზე და მცხეთის პრობლემებზე, არა. არამედ იმაზე, თუ რა უნდა ვუშველოთ დანარჩენ საქართველოს, ჩემო ძვირფასები. არავინ არ მოგატყოთ და ნუ რავინ შეგიყვანთ შეცდომაში და ნუ გეტყვით იმას, რომ მარტო რომელიმე ქვეყანაში ერთი კაცი პრეზიდენტი რამეს შეძლებს. არა, ეს არის აბსოლუტური აბსურდი. არა. მაგრამ აი თუ ისტორიასაც გადავხედავ, დავრწმუნდებით.
რომ მცხეთელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ განსაკუთრებით სასარგებლო რჩევების მიცემით ხელისუფალთათვის. შეგიძლიათ განაგრძოთ ხალბატონო კატა, მე ჩემს სავედროს აღარ წაგართმევთ. ნუ ეხლა ხალი ხართ და აქედან ძალით ხوار გაგიყვანთ რა. მაგრამ მე მინდა თქვენ გითხრათ კიდევ ორი სიტყვა. აი მცირე სიტყვების მიღმა, რომელიც ახლა მე თქვენ გითხარით, ჩემო ძვირფასო მცხეთელებო, დგას ძალიან ბევრი რამ. არასოდეს არ დაგავიწყდეთ, რომ მე თქვენ მიყვარხართ, მე თქვენზე ვზრუნავ და მე თქვენი მჯერა. მცხეთა ჩემთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით სტრატეგიული და რაღაც საოცარი საიდუმლოებებით სავსე ქალაქი. კოცნი თქვენი ცოტნე ცოტაშვილი. კიდევ ერთხელ დიდ ბოდიშს გიხდით. ასეთი შემოვარდნებისგან მე ალბათ დაზღვეული ვერ ვიქნები. მე დღეს შევხვდი მცხეთელებს და მიუხედავად უსიამოვნო ინციდენტისა, საკმაოდ კბილი და ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა, არა? და შევთანხმდით, რომ ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში ამ ქალაქს მიეცემა განსაკუთრებული სტატუსი. განსაკუთრებული სტატუსი მისცემს მათ საშუალებას, თვითონ მცხეთელებს, საშუალებას თავისუფლად იცხოვრონ და ისუნთქონ. ეს სტატუსი კი იმაში მდგომარეობს, რომ თბილისელები მცხეთაში უფასოდ ივლიან, რაც საშუალებას მისცემს მცხეთას შიდა ტურიზმი განავითაროს. და ასევე მინდა ეს ქალაქი ჩაეფლოს ტირიფის ხეებში. მე მგონი აქაურობა ძალიან მოუხდება, არა? უშენი ნახე რა, ამასაც ოტას უკრავდო. არა, ეს ქადი რაღაცნაირად ახერხებს, ის სრულიად ამოვარდნილი იყოს თამაშის წესები. რატო მე მევასება მაგარი ქალია. აი რა, ტანი არ უარგა, სახი არ უარგა, გევასება. რბილად რომ თქვა, შეცდები ძმაო რა. კაი, ანგარადოს მაგის ტანი და თავია რა, გახდა პრეზიდენტი და ეგა.
რა გჭირ შენ რა ჩუმად ხარ? მაროფენ. არ გამოშტერდე, ხა დებატები გაქვს დღეს იმ ქალთან. გახსოვს? გოგო. დღეს ადამიანს რა იცი? ვაი, მე რა ჩემო პატარა. აბა? არაფერი. მე საერთოდ ქალბატონ კატას რაზე უნდა მოვთხოვო პასუხი ქვეყანაში რამე რომ გაფუჭდეს. ქალს მოვთხოვო პასუხი? თქვენ ხართ მოდას აყოლილი ხალხი, რომელიც რაღაცებს იგონებ და მე თვითონვე გჯერათ ამის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქალბატონი სახელგვარი აღარ მახსოვს, საერთოდ არ ფიქრობს ქვეყანაზე და პრეზიდენტობა მხოლოდ იმისთვის უნდა რომ სარფიანად გათხოვდეს. ახლა შეწყდება ეს მარაზმი თუ დავტოვო აქაურობა? ბატონო თემურ, ძალიან გთხოვთ შეიკავოთ თავი პიროვნული შეურაცხყოფისაგან. ბატონო ალექს, მე კი შევიკავებ თავს, მაგრამ ქალბატონი კატა ამით ვასკაცი არ გახდება. აჰა, ბატონო თემურ, მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ყავდა თამარ მეფეს, ჩვენი ისტორიაა და არ უნდა დაგვაგვიწყდეს. თამარ მეფე იყო გამონაკლისი, ხოლო ეს ქალბატონი ვერც თამარ მეფე იქნება და ვერც გამონაკლისი. კარგი, ექსპერტების აზრი გასაგებია და გადავდივართ მომდევნო საკითხზე. ეს არის სლოგანების განმარტების საკითხი. ბატონი ცოტნესა და ქალბატონი კატას სლოგანები ძალიან გავს ერთმანეთს. და ორივე შემთხვევაში ხაზგასმულია ხალხის უშუალო მონაწილეობა საპრეზიდენტო საქმიანობის პროცესებში. ქალბატონო კატა, ისმეთ. იცით, ჩემი და ხალხის ურთიერთსიყვარული ერთად დაგვაყენებს სწორ გზაზე. ხოლო ერთად მართვის საფუძველი გახლავთ ნდობა. ნდობა, რომელიც ხალხს გაუჩნდება ჩემს მიმართ. ამ ნდობის საფუძველზე მე უკვე ზედმეტად ვთვლი ტაქტიკურ თუ პროცედურულ საკითხებში ხალხის ჩარევას. მათი ჩემდამი სიყვარული და რწმენა ყოველთვის მიმანიშნებს რა სჭირდებათ მათ. ბატონო ცოტნე. მე უნდა გითხრათ, რომ მე მართლაც ვაპირებ რეფერენდუმის ჩატარებას გარკვეულ საკითხებზე. ну ახლა ერთად უპრეზიდენტო საქართველოს ალბათ ყველა კარგად ხვდებით, რომ არ ნიშნავს იმას, რომ მე ყოველთვის ყველაფერზე ხალხს უნდა ვკითხო აზრი. რა თქმა უნდა, არა, ესე არ არის. მე ისეც მექნება ხალხის მანდატი, რაც იქნება ყველაფრის განმსაზღვრები. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ მართლაც არსებობს რაღაც ძირეული საკითხები, რომლებზეც აუცილებლად საჭირო იქნება რეფერენდუმი. ძალიან გთხოვ, დარბაზიდან მიკროფონის გარეშე ნუყვირით. მე აქ სოფლის კლუბი არ მაქვს. პროგრამებს ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით. ახლა კი შეკითხვების დასმის დროა. მე ურთიერთკითხვები მაქვს ხედველობაში. გთხოვთ, ბატონო ცოტა. არ მაქვს შეკითხვა. ქალბატონო კატა? არც მე მაქვს შეკითხვები. კარგით. გადავიდეთ რეფერენდუმის საკითხის განხილვაზე. შეგეძლო როგორ დაგეწირა ტიპშა, იცი? პროსტა ვერ გამოიყენე რა. ცოტნე არანაირი ხედვა არა აქვს ამ ქალს. არც არაფერზე არ უფიქრია ეთყობა რა. შეგეძლო შეკითხვები ძალიან მაგრა ჩაგეჭა. ჯენტლმენებმა მოგინდა ხო? ჯენტლმენებმა მოგინდა თუ რა ამოგინდა თუ რა ხდება ვაფშე ვერ გამიგე რა. ძალიან წარუმატებელი ეთერი იყო. ამდენი ხანია იმუქრები დედას უტირება ამას მის და იმას ეგა ხა? ჩამე! დედა მოწყრული, ჩამეჩით რა!